ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები. ამ ვიდეოს ბოლომდე მოусმინეთ და დარწმუნებული ვარ, აღარასოდეს აღარ შეგეშლება. რა გვაქვს მოცემული? მაგალითად, როდესაც ორი უნდა გავამრავლო ორზე და გავამრავლო ორზე და ის მინდა რომ ხარისხად წარმოვადგინო, როცა ფუძე მაქვს ერთი და იგივე, ამ შემთხვევაში სულ ორიანები გვაქვს, ფუძე გადმოგვაქვს უცვლელად და ხარისხად ვწერ იმ რიცხვს, თუ რამდენჯერაც მაქვს ეს ორიანი აღებული და გადამრავლებული ერთმანეთზე. 1, 2, 3 ცალი ორიანი მაქვს გადამრავლებული, ამიტომ 2 იქნება მესამე ხარისხში. თუ ჯამები მაქვს ერთნაირი რიცხვების ან ციფრების მოცემული, ასეთ დროს ვწერ ამ ციფრს და ვამრავლებ იმაზე, თუ რამდენჯერაც მიწერია ეს ციფრი და შეკრებილი მაქვს. 1, 2, 3, 4 ჯამის დროს ვამრავლებთ 3-ს 4-ზე. ხარისხად არ ვუწერთ. როდესაც ფუძე ერთნაირები გვაქვს და ხარისხები განსხვავებული, ფუძეს ვწერთ ისევ უცვლელად და ხარისხები უნდა შევკრიბოთ და მექნება 2/7 ხარისხი. როდესაც ფუძეები განსხვავებულია, მაგრამ ხარისხები ერთნაირი გვაქვს, ასეთ დროს ფუძეები მრავლდება ერთმანეთზე. 3 × 2 არის 6 და ხარისხი გვაქვს უცვლელი. როდესაც ფუძეები ერთნაირი გვაქვს და გამრავლების ნაცვლად გაყოფა გვაქვს, ასეთ დროს ხარისხებს აკლდება ერთმანეთი. 7-ს უნდა გამოვაკლოთ 5. 7-ს რომ 5 გამოვაკლოთ, იქნება 2-ის მეორე ხარისხი. გამრავლების დროს, ერთნაირი ფუძეების დროს ხარისხები იკრიბება, ხოლო გაყოფის დროს, ერთნაირი ფუძეების დროს ხარისხებს აკლდება ერთმანეთი და ისე ვიღებთ პასუხს. ეს არის ის, რაც ყველაზე ხშირად ეშლებათ ხოლმე მოსწავლეებს. იმედი ამ ვიდეოს მერე აღარ გაგიჭირდება შენ მსგავსი სავარჯიშოების დაწერა. თუ მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად გაუზიარე მეგობრებსაც, წინ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო გელის.